სასამართლო დარბაზის შემდეგ ისინი პირველად შეხვდებიან ერთმანეთს პირდაპირ ეთერში. დღეს ქიბარ ხალვაშის და რუსთავიორის წარმომადგენლების პირველი დებატები არჩევანში. 19 ოქტომბერს სასამართლოს მთავარი სხდომაა ჩანიშნული, ვინ რა არგუმენტით მიდის გადამწყვეტ პროცესზე. ეს არის მასკარადი, ეს არ არის სერიოზული პროცესი. სასამართლო ჩვენ სასარგებლო დასრულდება. კიდევ ერთხელ უნდა დადგეს მოსამართლის აცილების საკითხი. ეს არის ის წითელი ხაზი, რომლის იქითაც საქართველოში დემოკრატიული პროცესების დაცვა იქნება უბრალოდ შეუძლებელი. ხელისუფლება რუსთავიორის დასახურად იბრძვის ჩვენ ეთერში დასარჩენად. რა პარალელებს ხედავენ პუტინის მიერ NTV-ს დახურვასა და ივანიშვილის მიერ რუსთავიორის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლას შორის. ძალიან ბევრი პარალელი არის დაწყებული ფიზიკური ლიკვიდაციით და არასასურველი პირების. დღეს არჩევანში როგორ ამოქმედა ქვეყნის დე-ფაქტო მმართველმა რუსული სცენარი ქვეყნის მთავარი ტელევიზიის გასანადგურებლად. Вошли в эфир, готовы занять его. Факт захвата произошел. რუსთავიორის დასახურად ხელისუფლებამ ბრძოლა წესების გარეშე დაიწყო. გახდა თუ არა მოსამართლე ურთმელიძე პროკურატურის მძევალი. იგი არის შანტაჟის მსხვერპლი. მოსამართლის დედას მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ. პოლიციის ეუბნება, "ნეო, მაგის მოკლა მინდოდა." რა ოჯახურ ინტრიგებს ეძებ. ოქრუაშვილის ოქროს საიდუმლო რუსთავიორზე. რა დოკუმენტებს ფლობს ხალვაშის ყოფილი მეგობარი? როდის გამომზეურდება ქიბარ ხალვაშის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც უკვე 10 წელია ოქრუაშვილის სეიფში ინახება. ირაკლი ოქრუაშვილმა $7 მილიონზე მეტი თანხა მისცა ქიბარ ხალვაშს და სამაგიეროდ ირაკლი ოქრუაშვილს გადასცა მოთხოვნის ყველა უფლება რუსთავიორთან დაკავშირებით. რუსთავიორის ბრძოლა გადარჩენისთვის და ხელისუფლების ბრძოლა ჩვენ გასაჩუმებლად. დღეს პოლიტიკოსები, საზოგადოების წარმომადგენლები და იურისტები აქ რუსთავიორზე არჩევანში.